ბოლომ წუხარება შიშტუს ნეულებას ჩემთან ნუ იქნება ნუ რაწვეულება მზე ჩამოვარდეთ ძიან უტყოებად მზე შინა და გარეთ მზე დამყუდროებად გაიხსნა ჩვენი დღევანდელი საღამო გიმოცავთ ყველას მომავალ 1999 წელს მრავალჟამიერი იყოს შინ და გარეთ მრავალჟამიერი თქვენს ოჯახებში მრავალჟამიერი თქვენს გულებში სიკეთე გქონდეთ ხვავი დოვლათი და ბარაკა აზრონებს და ფიქრობს იგი დროთა საზღვრებს შორს გადადგამს ხოლმე ღმერთმა გაგაძლიეროთ ხოლო იცოდეთ ადამიანი ძლიერია მხოლოდ მაშინ როცა მცოდნია და განათლებული ღმერთმა დიდი კაცობა მოგცეთ ხოლო იცოდეთ კი რომ ვინც კარგად ემსახურება თავის ქვეყანას იგი უდიდ კაცობოდაც დიდია პირველი მოადგილის არ ამოგაცადოთ, მაგრამ მიკროფონის გარეშე მე უფრო კარგად გამოგონებია. კარების რაიონის გამგეობის სახელით მოკალაკეთა კავშირის რაიონული ორგანიზაციის სახელით ურთულად მოგესალმებით ყოველ დღესდღეას გისურვებთ წარმატებებს გისურვებთ 1999 წელი ფეხბურთიერ ყოფილიყოს უბრალოდ პედაგოგის ოჯახი ეს ყოფილიყოს გვიდობის საქართველოს აერთიანების საქართველოს გაძლიერების თითოეული ჩვენთაგანის იმედების განხორციელების წინაშე გისურვებთ სიკეთეს ჯანმრთელობას ბედნიერებას და იმ მიზნების შესრულებას რომელიც ცხოვრებაში თვითონ პედაგოგს ჩამიწერებული მე მინდა რომ დღევანდელი დღე ძალიან თბილი საღამო იყო და ეს სიტყვები გადავეჭეროთ ჩვენს ოჯახებში რადგან იქაც ველოდებიან იქაც ჩვენი სიხარულის უფერს მაგალითად ჩემს გულში დღეს დიდი სიხარულია დღეს ჩემი შვილიშვილი ერთი წლის შესრულდა შანსავს ზუსტად 29-ში რომ მაგდამდებოდით მე აგერ სასწავლო საკლის ისურებ ყველა იბადო აი მე დაბადებული ვარ და აქ კარგად დადებოდა მერტმა ჯანმრთელობა სიხარული და სიკეთი გასული
მინდა გულით მოგილოცოთ 1999 წელი. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერება, კარგად ყოფნა ჯანმრთელობა საკუთარ ოჯახებში და ყოველივე სიკეთე თუ არსებობს რებენ თქვენი ოჯახების კალთაზე დაებეთოს ყველაფერს. მე ძალიან დიდ მადლობას მოგხდით კიდევ იმაში, რომ აგერ სულ ახლახან 15 ნოემბერში ჩავატარეთ არჩევნები და თქვენი დიდი მხარდაჭერით ჩვენ ვიყავით არჩეული ქალაქის საკრებულოში. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყველა დეპუტატის სახელით გიხდით მადლობას გალბატონებო და ბატონებო. და ეს არის მრავალს და მრავალს. დიდი მადლობა. შვიდი ადამიანი მუდამ თათებზე ეცემა, იგი სვებედნიერია, ნიჭიერი, პატივმოყვარე, სასიამოვნო კომპანიონი, მოკრძალებული და თავშეკავებული, დახვეწილი და სათნო. კარგად მეტყველე წარმოდგენაც არ აქვს. კატა მამაკაცი, კონსერვატორია, იგი ვერ იტანს, როცა ვინმე ან რამე ურთულებს ცხოვრებას, ან შეუხებს სტაბილურობას, ყველაზე მეტად ისწავლის კომფორტისა და უსაფრთხოებისაკენ. არაფერს მოიმოქმედებს, ვიდრე ყველაფერს წინასწარ არ აწოლ-დაწოლის. ამ სიფრთხილით შეუძლია ხალხის აღფრთოვანება, მას შეუძლია მდობის მოპოვება. ახლა კი ნაცია გაგაცნობს ზოდიაქოს ნიშნებს კატის წელიწადის მიმართ. თხის მარტიანი კაცი შეუძლია იყოს კაცრი და ნაკლებად გულწრფელი. ვერც ნიჭიერი კატა შეუძლია იყოს სასარგებლო მეგობარი. თევზ სამგზის გატაცვა გადავაშ და სასიამოვნო. ვერც ველური კატა, უფრო მეტად ალერსიანი კატა, არასოდეს უჩვენებს წყალებს წეწიდან. მარჩმელი შინაური კატა, კატათა შორის ყველაზე მშვიდი, განიცდის მცირე რისკს. კირჩხილი ზღვის მუხლებს ამშვიდობი კატა, უსამკურობა არ აწუხებს. მომხიბლელია, მაგრამ რამდენადმე გასულუთებული. ლომი საკმაოდ მშვიდია, ცხოვრობის გზას განმშემართული დაიწყო. ქალწული მძენი კატა, იგი ზღვის ასარგებლო, ზღვის მაცხვანებელია. სასწორ, მელანქოლიური, ქალური, მომაჭადოებელი, ყველას მოსწონს. ღრიან კატა ჩადოქალი, ჯეში გაწიწვა. შვილდოსანი, განსაკუთრებული კატა, კატებს შორის საუკეთესო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
ამ ლამაზი სიმღერისათვის მართლაც რომ ქართული შემოქმედება ულევია. Ჩვენ ხალხისათვის იმას ბედნიერების მომტანი და ჩვენ ერთ და სამუდამოდ დავახციოთ თავი მდგომარეობას, რაშიც ქართველი კაცი არ უნდა აღმოჩენილიყო, მაგრამ რა ვქნათ? არის მიზეზები ამისი და ეს მიზეზები ისევ ჩვენ ხელთ არის. შრომა და კიდევ შრომა იმისათვის, რომ ქართველმა ნაცმა თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ცივილიზაციაში. დიდი მადლობა ბატონო ოთარ. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ მუსიკალური ნომერი. თქვენ როგორც ამჩნევთ სიტყვა მილოცვა შემდეგ მუსიკალური ნომერი და ასე შემდეგ. და ყველას თან მოვალ რათა თქვენი სურვილები, თქვენი გულს ნადები გვითხრათ. გვისურვოთ მომავალში წარმატებები, იმედი მაქვს რომ გვისურვებთ. ახლა კი მე მინდა თქვენს წინაშე ნაწილობრივ დებიტურანტი გამოვაცხადო. გულიკო ივანიძე შეასრულებს სიმღერას კინოფილმიდან „ტიტანიკი“. I know you will.
კაბებს, მხოლოდ შავ ჩექმებს, როგორც მაღალ, ისე დაბალ ქუსლზე. ღრმად მოჭრილ წვრილ ფეხსაცმელს, მაღალ წვრილ ქუსლზე. მოდის აუცილებელი კომპონენტია პალტო. უმჯობესია იყოს ფართე ტრაპეციის ფორმის, კაბიშონიანი, ტყავის შარვის ან სამკურთალ ტონებში ბეწვის საკალორიანი გრძელი ტყავის ჟაკეტი, შავი ტყავის პალტო. 99 წლის მოდა ასკეტური სილუეტებიდან ერთ ფერში მიემართება თავისუფლებისაკენ და გვთავაზობს სიჭრელეს. ამ სეზონში ჭარბობს ბორდოსფერი და ყავისფერი, წითელი და შავი. იზრდება ბეწვის ასპარეზზე. მადლობ ნათლია. ახლა კი მე გავემართები, შენ შეგიძლია დაისვენო, გავემართები მაგიდებისაკენ, კვლავ აი, შეგობრუნებით, ერთიანობით და ერთგვარი მიღწევების წელი ყოფილიყო. ამ ყოფილების სახელით არის და კარიერის სახელით საქართველოს ევროპა რამდენ კაცი და საქართველოს დიდი მადლობა მადლობა სურვილებისათვის თქვენთვის ხერის გონდი იბერი სიტყვასა მეგობრებო, სიტყვას ვაცნებ ქალაქის ქარელის რაიონის განათლების ბატონ ვაჟა ბაქრაძის მინისტრია. რაიონის მინისტრი შეიძლება მართლა. რაიონის მინისტრია. ასეთი წერილი, როგორც როგორც ახლა მისული, არასოდეს დამდგარიყო საქართველოს ისტორიაში. წერილი, რომელიც ძველმეტობით ეკონომიკური სიდოშლით, ფინანსური ჩავარდნებით და სხვა უამრავი სიძნელებით არის აღსავსე. აღიწყებას მისცემოდეს ჩვენს მეხსიერებაში და 1999 წლიდან ჩვენს ქვეყანას ჩვენ ერს დავდგომდეს ბედნიერების, აყვავების, მშვიდობისა და წინსვლის წელი. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გამოვა საჭიროა ზრუნული ხელმძღვანელობა, საჭიროა ხალხის უმოქჩაურების შრომა. ყველას გისურვებ ბედნიერ წელს, ახალ წელს, ყველანი შეგვეძლოთ ბედნიერად, თქვენი ოჯახები, თქვენი მომავალი დაობით, თქვენი სიხარული და იცოცხლე.
ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ როგორ ხდებოდნენ უწინ ჩვენთან საქართველოში ახალ წელს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა წესჩვეულებები არსებობდა. საქართველოს სამეფო კარის საახალწლო რიტუალი ასეთი იყო: 1 იანვარს დილით ჯვრით, ხატითა და შაქრით ხელში მეფეს და დედოფალს ეწეოდა მეკლე ჭყონდიდელი. წირვის შემდეგ ახალ წელს მიულოცავდნენ ხელისუფალნი დადიდებულნი. თითოეულ მათგანს შესაფერისი საჩუქარი უნდა მიერთმია მათთვის. ამილახორი, რომელსაც ებარა ცხენის რემა, მეფეს მიართმევდა ძვირფას ცხენს, ბაზიერთუხუცესი ქორს შევარდნევს და გარეული ტახის მოოქროვი ეშვს. ერისთავები მეფეს მიართმევდნენ ისარს და ეტყობდნენ: მრავალ ჟამიერ ჰყავს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულსაშინა განურთხოს მეფობასა თქვენისა ორ გულსა. საახალწლო ჭჭილები იცოდნენ იმერეთს, გურიასა და რაჭაში. ქართულ-კახეთში საახალწლო აცხობდნენ ბედის კვერებს. მესხეთ ჯავახეთში ოჯახიდან განათხოვებულ ნივთებს იბრძვებდნენ, რათა ბარაქა მეზობლის ოჯახში არ დარჩენილიყო. ახალ წელიწადს მშაველი ახალი ტანის სამოსით ეგებებოდა. თუშეთში ერთი გვარი ერთად იკრიბებოდა. აჭარელი ახალი წლის ღამეს თავგუშ ჭალის ნაჭრებს იდებდა, რომელიც დილით მამლის ყიურამდე უნდა შეეჭამა. აფხაზეთში საახალწლო ტყავდნენ იმდენ ძროხასა და თხას, რამდენი მამაკაციც იყო ოჯახში. აი, ჩვენ გაგაცანით თითქმის ის მოკლე ამბავი, რაც ხდებოდა ადრეულ საქართველოში. ახლა კი დადგა კონკურსების დრო, ბატონო აკაკი. თქვენ მოგმართავთ, იმედი მაქვს თქვენს კოლეგებთან ერთად. რამე თუ არ იქნებით ეს პიროვნული, გაჟდით ჩვენს დღევანდელ კონკურსს. სულ რამდენიმე კონკურსი მინდა შევთავაზოთ ჩვენს დამსწრე საზოგადოებას. პირველი კონკურსი ეს იქნება საუკეთესო მოცეკვავე წყობილი. მაგიდებთან კი არა, დარბაზში. მაგიდებთან ყველა მიცეკვავ ჩვენ გულში. მეორე კონკურსი იქნება საუკეთესო მის და მისტერ საღამო. ესე იგი, მის და მისტერ საღამო გვექნება, რომელიც ბოლოს იქნება აღიარებული მის და მისტერ საღამო. ხოლო აი, მესამე კონკურსს რაც შეეხება, მე მაქვს ხელთ თქვენთვის ყველასათვის ცნობილი ფრაზები. ერთი წუთით ყურადღებას მოვითხოვ დამსწრე საზოგადოებისა. საკმაოდ ცნობილი ფრაზები, რომელიც თქვენ უნდა დაასრულოთ ორიგინალურად, თქვენებურად, როგორც თქვენ მიგაჩნიათ. ამ ფრაზებს სულ რამდენიმე წუთში ჩამოგირიგებთ. ხოლო სანამ მე ფრაზებს ჩამოვარიგებ, მანამდე ვთხოვ ზვიად გოგოლაძეს ჩვენს თავიდან აკომპანიატორს და ვალერი თათანაშვილს შეგვისრულოს ერთი მუსიკალური ნომერი.
დიდი მადლობა ამ კარგი სურვილისათვის. ძირმასო მეგობრებო, მომეცადა საშუალება. მე მინდა მისალოცინი სიტყვა გადავწერ ბატონ დურმიშან როდერძიშვილს, ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელს ბატონ დურმიშან თქვენ სიტყვას არავის ესესხებით. აქ ჯიბეში ჩაიგოწევს, ასე რომ გთხოვთ.
თქვენ ეხლა იქ ვიღაცას ფურცელი არ ეყო და ორი ტაბახის ფურცელი მომთხოვა. მე არ ვიცი რასაც ენასაც ასწავლობს. არა ლექსი არა, უფრო პოემა. დიახ, სად არის თქვენი აგერ არის? ნომერი 3 არის საწერია. ნომერი 2 Siva
გრძელდება ვიკვეთა საუკეთესო წვირი. ვერ გამოიკვეთა. ბატონო ზვია, ძალიან ეხოთ. და ასევე ბატონო გზას. ლამაზი სიმღერა. შესწავლაზე ჩვენს დარბაზს. ასევე საუკეთესო მის და მისტერ საღამო როგორ უნდა გამოვლინდეს. თუკი არ შეავლო ჩვენმა მთავრობამ თვალე ასერთხლად იგივე ჟიური. სამდაფინაზე დამებული არაფერი მარდება და სიმღერის დადექცის გადა მეგობარი ემოვარ მე სიცოცხლე დამიგერების მესმიდა ვიმელა სიყვარული ჩვენი კონკურსის ნაძიებ ხოჭებთან ჩვენი კონკურსის ასე ვთქვათ შედეგებს კი არა ვინ როგორ და რა გაზით დააბოლობა იმიწოდებული ჩვენგან რეპლიკაზე ზოგი იგეთი ქალია ნომერი 2 მაგიდა პასუხობს ზოგი იგეთი ქალია, რომ გაამრავლოს ერია, ზოგიც კი ნატრის თვალია. ნომერი 2 მაგიდა რომელია? თქვენ? დიდად მადლობ. მხოლოდ ერთი რამე ვერ გავიგე. ზოგი იგეთი ქალია, რომ გაამრავლოს ერია, ზოგიც კი ნატრის თვალია. მე ვფიქრობ, ის უფრო ნატრის თვალი მიწერს ამრავლებს. Kishmit kwek. Ჟიური წევრი ვარ, ბატონებო, ჟიური კი არა. გასაკეთებია. აბა. ეზავებულია. ნომერი ნათია, აბა რა ვქნა, ბაჩვენ. კარგი ცხენი მათრახს ნომერ 15 მაგიდას შეხვდა. ახალს არ დაიწყავს და კიდევ აქვს ახალი სხვა ინტერპრეტაცია, თუნდაც დაიწყეს როგორც შეშველის, მაგრამ იცოდეს ცხენმა, რომ წლევანდელი კაცისათვის არასდროს არ გაერთ. არ გაერთ. დიახ. თქვენ უსმენთ ბატონო ჩემო? ბატონო, ძალიან კარგი რომ უსმენთ. ეხლა რა ხდება ნახევარ ნახოთ. ნომერი 3 მაგიდან კოკასაში რაც ადგას და ამ დროს ის რამდენიმე ინტერპრეტაცია რა, გაკეთებული რამდენიმე ვარიანტი. ნათია მე წავიკითხავ რა. კოკასაში რაც ადგას მიერთვას მუსიკოსებს პირველი ყველაზე ძალიან მომეწონა.
აბა, რას მიყურებ, კაცო, მიერთოს მუსიკოსებსო, ნათქვამია. რა ნომერია ეს? ნომერი 3 მაგიდა. თქვენი ხო, ბატონო კარგი? მე რაღაც უცდით. მეორე კოკასაში რაც ადგას, ენგურ ჰეს და მატოსა ეგება სულიკოს ხელში სინათლე გაიელოს. ეს მონტაჟი აგურის ნახე ნაგეა მე პირველი მომეწონა დაგია და რაო აბა მე მაგენსა ნომერი 5 რასაც აქვს ჩასწახებ აქაც არ ეკავს ეს დალოცვი ეს დალოცვილი მაგთირეზოსე ანუ ქარელის ცეკავში ნატი ეს ბიუტელოდ ნომერ მეხუთე მაგიდა სად არის მეხუთე? ბრავო რასაც გვაქვს ჩასწახებ აქაც არ ეკავს დალოცვილი მაგთირეზორელი ანუ ქარელის ელკავშირი სადა რეკავი, სადა კულტურის საკითხთან სახში ვერ დამირეკია ყველზე ლაპარაკი აღარ აქვს რაც კი ნახავს ისევ ნახავ ამ ჩვენს გამგებლის ხელში მაგრამ იმ ყველაფრის ნახვას ვერ მოასწრებთ ამ ერთ დღეში დიახ რაც კი ნახავს ისევ ნახავ ამ ჩვენ გამგებლების ხელში, მაგრამ იმ ყველაფრის ნახვას ვერ მოასწრებ ამ ერთ დღეში. დიახ, ნომერი პირველი მაგიდა. მადლობ. ნომერი 18. ბატონო ვაჟა, დამახსოვრებით ღმერთმა დიდი უნარი მოგცეთ დამახსოვრებისა. ამ ბოლო დროს მახსოვრობისათვის კომპიუტერები მე იმიტომ მოვჭალითო იგივე პრინციპი მოგწერბეთ. და მე აქ არა ვარ გასულ ჩავაწყობთ საქმეს გააჩნიათ რას გამოიმეტებ. აბა მოგვარდა. ბატონო კაკო შამპანური. აბა ერთი შამპანური. მაგიდა ნომერი 18. შეხედეთ ირგვლივ რამდენი გაუთხოვარი ქალია. ასეთი ჰქონდათ რეპლიკა. რითი გააგრძელეს? სილამაზის დაფასებო კაცებო თქვენი ვალია. თუ მამაკაცი არ აგუყავს, რა ვქნათ, რა ჩვენი ბრალია? ბრავო, მაგიდა ნომერ 18. აი მაგას გას გასკვენი საქციელი ბატონებო რა არის რა სანაუსას არ წაიყვან, მაგრამ ქარელს იქით ვერ წაიყვან, მაინც დედასთან დარჩება. მაგიდა ნომერი 10. მაგიდა ნომერი 10 ქარელს იქით ვერ წაიყვან. არა, მაგიდა ნომერი 9. რაც მოგივა დავითაო თუ ხელფასებს არ მოგვიდა ყველა შენი თავითაო. აბა გამოიცანით ეს ვინ თქვა? ფინგანმა ყალბო, ფინგანმა. თუ ხელფასებს არ მოგვიდა ყველა შენი თავითაო. მაგიდა ნომერი 13-ო. ფინგანი, ესე იგი 13. ვაგრძელებთ. კახო იმახსოვრეთ ბატონო კახო. მე არაფერს ვიმახსოვრე. მიზეს ლარი შემოგვერდა. ნომერი 19 სპორტ კომიტეტი. სპორტ კომიტეტის მაგიდა მიზეს ლარი შემოგველიაო.
აი ეგრეა სპორტ კომიტეტი, ეგრეა. შემოგელევათ გენაცვალე, მაგრამ იქნება. შემოგელევათ. აროდის აქონდა. აროდის აქონდა. არა, რაც აქონდათ ისიც შემოერიათ, ბატონო ვაჟარა. აი რა კულტურის ახლა რა უნდა დაეწერა მიზეზზე? მოგვიწით და ვერ შემოვლიეთო? მინამ თონეც ხელია, ჩააყუდეთ სიდედრი. ბატონო ვაჟა, თქვენ თვლით რომ ეს კარგია? ყოველ შემთხვევაში თქვენ სიდედრთან მე არ ვიცი ერთად. როგორი ერთობოდა? ნომერი 11 მაგიდა 16 კი 16 პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა და დაგიბიცდეს დედამთილო ხელები. აჰა სიდედრს დედამთილიც მოყვა ბრალი ერთისაც და მეორესაც 1000 ჯერ გვარი დაფასდა 10,000 ჯერ ზრდილობა თუ კაცსა ცოდნა არ აქვს გასტაჯავს წუთი სოფელმაო სოც დახმარების ახალგაზრდული ჯგუფი სოც დახმარების ახალგაზრდულო ჯგუფო დამეხმარეთ რომ ეს მე წავიკითხო მაგრამ არ მეხმარებიან მაგიდან რომელი 12 დიახ მაგიდან ნომერი 12 ისა უკაცრავად 11 მკვდარი ადგა შეხედა დღევანდელ საქართველოს და სასწრაფოდ დაწვა. დიახ მაგიდან ნომერმა 11-მა ცოტა ასე ვთქვათ ორიგინალური პასუხი გამცა და თანაც რო გადმოხსა ასეთი რამ მითხრა ხო არ დაგვიჭერენო არა არ დაგიჭერენ შეხედა დღევანდელ საქართველოს და სასწრაფოდ დაწვა რატო ეხლა რომ მკვდარი ვიყო დეგოვავდე რას ლაპარაკობ ხალხო ჯერჯვარი წერია რომ იქიდან მოვბრუნდე მეორე კიდევ მაგიდან ნომერი 7 წავლენ და წარმოვლენ კატები დარჩებიან. კატები დარჩებიანო, წყალნი წავლენ და წამოვლენ. ჯერ ხო არ შემოსულა ეს კატის წელიწადი, კატები რაღა შუაში იყო. არა ისე, სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კატის წელიწადი შემოდის, მე მაინც ღორის თავი უნდა დავდო მაგიდაზე. ვისაც გინდათ კატის თავი დასდეთ. სუდად ხომ მაინც არ ჩაიბლის. ის სახალხო დაპირებები ვინცლო მივიღოთ ხელფასები და გადავიხადოთ იქნება ვალე. მაგიდან ნომერი 8. სუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ის სახალხო დაპირებები ვინცლო მივიღოთ ხელფასები და გადავიხადოთ იქნება ვალები. ხელნაწერზე ვცნო, ვიცით არის, მაგრამ არ ვიტყვი მაგიდან ნომერი 8. დიახ, აი აქ არის ორი ვარიანტი, ნათია ბოდისკიფტი მე წავიკითხავ, ჯერ მეორეს, ხოლო შემდეგ პირველს. მაგიდან ნომერი 6-დან კუდახარი თავისთვის არ იყო და მოსწავლეთა სახლს სპონსორობდა. მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო ძალიან მომეწონა და ამიტომაც ვკითხულობ მეორედ. კუდახარი თავისთვის არ იყო და სხვა სპონსორობას უწევდა. მაგიდან ნომერი 4 თუ გული გულავს გაჭირვება ჭირსაც წაუღიავ. აი ასეთი იყო მაგიდან ნომერი 4 დაუგარით დაში ხალხო ჩვენ სწორედ მაგ დევიზით მოქმედებ თუ გული გულავს გაჭირვება ჭირსაც წაუღია გაჭირვება თუ გული გულავს დაგაგდროს ჩარტეს ვიადა რა ებიტო დაუგარდო დიდი მადლობა ყველას ბატონო გაკო მე შემიძლია ეს მთელი ფურცლები თქვენ გადმოგცემ ფართო საზოგადოება ესე იგი თქვენ ტაშით
სამი საუკეთესო პასუხი. თუ გული გულობს გაჭირვება ჭირსაც წაუღიაო, ეს ერთი. მეორე პასუხი. შეხედეთ ირგვლივ რამდენი გაუთხოვარი ქალია, სილამაზის დაფასება კაცებო თქვენი ვალია თუ მამაკაცი არა ყავს რა ვქნათ რა ჩვენი ბრალია. და მესამესა ჩემო გთავაზებთ, ტოკასა შიგან რაცა დგას, ენგურ ჰეს და ემატოსა ეგება სულიკოს ხელში სინათლემ გაიელბოსა. მე ახლა უყურებდი ბატონ სულიკოს რა აი სულ მოთხმენა მაესტრე გამალებით უყარავდა აშს ბატონო სულიკო რამდენი კოკაა საჭირო ბენაცვალე ვიხარი მარეკავდა დავასწა მეკურებს ნუ ერთი სიტყვით აი აქედან ჩემი განმოხედვიდან გაიმარჯვა ნომერმა 3 მაგიდან პასუხი კოკასაში რაცა დგას ენგურეს და ემატოსა ეგება სულიკოს ხელში სინათლემ მოიმატოსა ინტერპრეტაციას მიცემ. ინერვეთ No, no, no,
ახალგაზრდა გამოფენების ახალგაზრდა უფროს ბატონ გიორგი თურქაძეს ნახოთ რას გვისურვებს მოგზაურობთ გიორგი იმაში დაერელებო გიორგი შევიდა დიდება მოგიხადოთ ასე მოგილოცა სუპერას ახალგაზრდას ისო ყოველდღე არის და ეს ოთხოც გამეცედა ყოველდღე სუპერასთვის პირველი შეჭრა მომისანდა იმედის ილოცა კიდე ყოველ აკეთრას Dirimanova Georgi. Avlaki bosnet Zviad Gogovadzes avis შემსრულებელთან ერთად. ხორცია.
გაბედნიერებას და ძის თავზე ვაჟიანობას. ეს შეშისულანი მგონია. იქ ჩემი ოჯახია.
მის და მისტერ საღამო მის საღამო გულოცავ ლუიზა მღებრიშვილს მის საღამო მისტერ საღამო ალიკა გოგიჩაშვილი სად არის ალიკა მისტერ საღამო საუკეთესო მოცეკვავე წყვილს გულოცავ თემურ ფაიკაშვილსა და ნათია დოლარიძეს გულოცავ აი ასეთნაირად ასრულდა ჩვენი კონკურსები, მაგრამ ჩვენი დღევანდელი საღამო გრძელდება რამე თუ ჩვენთან დღეს ამ წუთში აქ მოგზაურდა ბატონი თემურ სანდოძე მოხარული ვარ და რომ უახლოეს წუთებში თავის მისალოთ სიტყვას იტყვის, ასევე მინდა მივესალმო მე ბატონ თამაზ თხელიძეს, ჩვენი რაიონის დეპუტატს, ხოთ მივესალმო ძირფასო მეგობრებო. ასე რომ ჩვენი ლამაზი საღამო გრძელდება თავისი მუსიკით, თავისი სიმღერით და თავისი დროსტარებით. ხოთ გავაგრძელოთ. Πρότυπα. Გაჭირდით? თქვენამდე მიკროფონით, მაგრამ ადივი დაგვდეთ და თქვენ მოგზანდით მიკროფონთან. გთხოვთ მიულოცოთ ჩვენი რაიონის მოსახლეობას. ახალი წელი. ისე გული თუნდო და თვითონაც მოვიდოდა, მაგრამ ერთად შემიმოყვანა. ჩემო თანაქალაქელებო, თანარაიონელებო, მინდა დღევანდელ დღე მოგილოცოთ ახალი წელი მოგილოცოთ, სიკეთე გისურვოთ თქვენ თითოეულ თქვენთაგანს, ბედნიერება გისურვოთ და კარგად ყოფნა გისურვოთ, ჯანმრთელობა გისურვოთ. მე მინდა რომ 99 წელს მოეტანოთ თითოეული თქვენთაგანისათვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის, ჩვენი რაიონისათვის, სრულიად საქართველოსათვის ბედნიერება და სიკეთე და სიყვარული, სიხარული. და 98 წელს, რომელსაც ასეთი ბევრი ნაკლოვანებები ჰქონდა და დღესაც ალბათ ბევრი იტყვიან, რომ რა გვერდზე იმება, როცა ასეთი გაჭირვება, მაგრამ არ გონია, რომ ქართველი კაცი თავის ისტორიის მანძილზე ისტორიიდან გამომდინარე, რომ სევდას მიცემოდეს და სასუთ არკვევებს ჩავარდნილიყოს. გაჭირვებამ უფრო უნდა შევაკავშიროს, უფრო უნდა გაგვაძლიეროს. ერთად დგომით, ურთიერთთანადგომით, ხალხში მიცემით, ხალის ხალხში მიცემით და მომავალი ასე იქნება, აუცილებლად იქნება. მე მინდა დაგლოცოთ, გაგრძელოთ და 98 წელში რაც ჰქონდა თქვენ აუსრულებელი, შესასრულებელი, ჩაფიქრებული და ვერ შესრულდა 99 წელში ყოფილიყო დასრულებადი, დასრულებული. იცოცხლეთ, კარგად დანდებოდეთ, მრავალ ახალ წელს სიკეთით და სიყვარულით გისურვებთ დასრულებას თქვენს ოჯახებთან ერთად, თქვენს ახლობლებთან ერთად, თქვენს მეგობრებთან ერთად და ყველა იმ ხალხთან ერთად, ვინც თქვენს გულთან არის და თქვენს სიკეთესთან არის. კარგად დანდებოდეთ, იცოცხლეთ. გთხოვთ ბატონო თამაზი. თქვენ რომ მოდიოდით, სამაგერად მე მოვედი, მაგრამ მე კი არ ვეზერებოდა ატმოსფეროს. არ გიტყვიათ, თორე რა, თქვენ თვითონ მოვედი. მე მინდა ჩემს რაიონს მიულოცო დღევანდელი დღე და ერთი სურვილებით. ძალიან ისეთი იუმორული წვერ იქნება ჩემი ნათქვამიც, მაგრამ ერთია რომ ღმერთმა მისცეს ჩვენს საქართველოს ის მდგომარეობა, რომელიც ხვალდაზე თითოეულ ადამიანს შვებას მისცემს. აი ესეთი მინდა ვიყო დღეს ძალიან მოკლედ და არ გქონდეს არანაირი პრობლემა ჩვენს ქართველებს. გილოცავთ სულ ყველას დამდეგ
1999 წელს სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებთ ჩვენ ყველას. ჩაუდეთი ძალიან კარგი, ძალიან ასე ვთქვათ შესანიშნავი პიროვნება ბატონი ოლეგ ლომიძე დღეს